ბიჭუნი, სიარული განაგრძე. სწორად მიდიხარ, არ გაჩერდე. ის გელოდება. არ შეგეშინდეს. ეს უბრალოდ სიზმარია. თუ რა არის? ცხოვრება სიზმარია. ცხოვრება სიზმარია. აბა, მითხარი რამდენჯერ ნახე ასეთი კოშმარი? არ ვიცი. ორჯერ ნახე თუ უფრო მეტჯერ? დაახლოებით 5ჯერ? ან შეიძლება მეტჯერ? 10ჯერ? კარგად არ მახსოვს. კარგი, აქედან გამომდინარე სიბნელის და ძილის გეშინია, ხომ ასეა? აღარ მინდა მათი ნახვა. და ვინ არიან ისინი? როგორ გამოიყურებიან? გოგოს ნიღაბი უკეთია. და მეორე ბავშვს სახე აქვს დამახინჯებული. მაგრამ ის რაღაცით განაგრძე. მეორე ბავშვი მე მგავს. ანუ შენს თავს ხედავს სიზმარში? არ ვიცი. გასაგებია. და შენი აზრით რა უნდა იმ ბავშვს? გონი უნდა რომ რამე დამეშავოს. უნდა რომ ჩემი ადგილი დაიკავოს. შენი ადგილი დაიკავოს? გასაგებია. იმ დონემდე მივედით რომ ბავშვს ძილზე ფიქრიც კი ავათხდის. ყველაფერს აკეთებს რომ ძილი თავიდან აიცილოს. ხო. ვფიქრობ ეს ლოგიკურია. მისმინე ზაკ. შენს თავს ძალიან საშიში რაღაცები ხდება. და ეს ყველაფერი ნამდვილი გონია. მაგრამ ეს არ არის ნამდვილი. არა. შენ ძალიან ჭკვიანი ხარ. კარგი წარმოსახვის უნარის მქონე ახალგაზრდა ხარ. და ყველაფერი კარგად იქნება. დამიჯერე. ყველაფერი ბავშვური ფანტაზიების ბრალია, მაგრამ გაიზრდება და გაულის. ყველაფერი კარგად იქნება. ეცადე დამშვიდდე, კარგი? ხიარულ რამეზე იფიქრე. შემიძლია მთელი ღამე შენთან დარჩე. კარგი. აქ იყავი. კარგი. დაიძინე.
მე მოვკვდები. თუ ერთ დღეს დემონი მოგეპარება შენს უსაზღვრო მარტოობაში, არ დასწრებლი დემონს, რომელმაც ეს კითხრა. თუ უპასუხებ მას, შენ ხარ ღმერთი და არასოდეს მომისმენია სიტყვები ამაზე უფრო ღვთაებრივი. ფრიდრიხ ნიცშე, 1882 წელი. დიდი არაა, მაგრამ კარგად შენარჩუნებული და მყუდრო სახლია. ლამაზია, ძალიან მომწონს. მადლობა. დაქორწინების შემდეგ მე და ვინსი აქ ცხოვრობდით და შემდეგ ქუჩის მეორე მხარეს ვიყიდეთ სახლი. მართლა? მაგარია. აქ ძალიან ბედნიერად ცხოვრობდით. შემდეგ კი ნათესავებისთვის და მეგობრებისთვის შევინარჩუნეთ და სასტუმრო სახლად ვაქციეთ. 10 წლის განმავლობაში ორჯერ დარჩა სტუმარი. თქვენი ოჯახის წევრი რომ ვიყო, ყოველთვის აქ ვიქნებოდი. სწორედ მაგიტომ გვინდა თქვენნაირ ახალგაზრდა წყვილზე გავაქირაოთ. აქაურობა მოგეწონებათ. თან თქვენთან ურთიერთობაც სასიამოვნო იქნება. ახლა საცხოვრობთ. ჩვენ ერთად არ ვცხოვრობთ. პირველად გადმოვდივართ. პატარა სიყვარულის ბუდეს იკეთებენ. და რა საქმიანობთ? შავნი მესამე კლასელებს ხელოვნებას ასწავლის და მე თითქმის დავამთავრე იურიდიული სკოლა. მეხუმრები? იურის ნამდვილად არ გავხარ. ვინს? კარგი, რა შეხედე? არა უშავს, დედა ჩემიც ასე ფიქრობს. ყოველთვის ფიქრობდა, რომ საკუთარი ბარი მექნებოდა. მეც მომწონს ბარი. ზაკ, ეს სახლი მოგვეწონება. ძალიან მყუდრო და თბილია. აქ თავს უსაფრთხოდ ვიგრძნობ. კარგი. განცხადებაში ფასი არ ეწერა და რამდენს ითხოვთ? და თქვენ რამდენი საშუალება გაქვთ? $850-ზე მეც ვერ გადავიხდით. გაგიმართლათ, $725 საკმარისი იქნება. როგორ მოგწონთ ეს ამბავი? ძალიან კარგია. დიდი მადლობა. არაფრის. მადლობა. გვიხარია რომ თქვენ გადმოდიხართ. ღმერთო ჩემო. რა დაგემართა? წინაღამ გული გამიხეთქე. რომელი საათია? დროა გამოცოცხლდა და გამოცდისთვის მოემზადო. ღმერთო, მთელი ღამე ვემზადებოდი. გამოსაწყენი იყო. ისე გამოცოცხლებაზე გამახსენდა. თუ მალევე არ მომშორდები? ასე ვერ აღმაგზნებ. დებილი ვარ. კარგი. გამარჯობა ზაკ, გამარჯობა. დილამშვიდობის. მეგონა საღამომდე არ ქონდა ლექციები. ო, დღეს გამოსთა მოხს. სანამ დაიწყება, უნდა მოვემზადო. ხომ არ დაგეხმარო? და შენ რითი უნდა დაეხმარო? აუხსნი როგორია სასამართლო დარბაზი? ისედაც არაერთხელ შეგათრიეს მათ. სასაცილოა. ასე ხომ ბავშვს შემზეც უწარმოდგენა შეუქმნია რა? არა, შეუძლებელია. არ გინდათ დღეს ვახშამზე გვეწვიოთ. მამიკოს ბოსტნიდან ახალი ბადრიჯანი მივიღეთ და კარგ სუფრას გავშლი. ძალიან კარგი იქნება, ჯო. შოასაც ვკითხავ. არ ვიცი ლექციების მერე რას აპირებს, მაგრამ მაინც მადლობა. მოგვიანებით გნახავთ. წარმატებები. მადლობა. საყვარელი ბავშვები არიან. მომწონს ჩვენთან რომ გადმოვიდნენ. მართალი ხარ. შარვალი არ ეცვა. გახტილი იყო და ამბობდა პომიდორი დავკარგეო. ასეთი გიჟური რამ ცხოვრებაში პირველად ვნახე. ამ დროს ტიპმა შეხედა და თქვა: "ახლა უნდა წახვიდე, თორემ პოლიციას გამოუძახებ." პალერმოდან ჩამოსვლის შემდეგ
ზუსტად 6 კვირა იყო გასული, როცა მამაჩემმა ბიზნესი დაიწყო. ინგლისურად ვერც ლაპარაკობდა. პატარა ბიზნესი დაიწყო, მაგრამ როცა ფეხზე დადგა, ამ ოლქში 8 მაღაზიის მფლობელი გავხდით. ალბათ ძალიან დიდი გამბედაობა იყო საჭირო. ნერვიულობა გამბედაობას გადაწონიდა. ყოველთვის ნერვიულობდი, რადგან მინდოდა ჩემს ოჯახს კარგად ეცხოვრა. რა თქმა უნდა, ყოველთვის ასე იქცეოდი, მამა. მაგიდაზე საჭმელი არ მოკლებია. მადლობა, ვინსენტ. გაგიმარჯოს. თქვენ სად გაიცანით ერთმანეთი? ლინკოლნში ვიყავი და უბრალოდ მოვყვები, კარგი? ლინკოლნის ქუჩაზე ჩვენს მაღაზიაში ვიყავი. და შევამჩნია, რომ ერთი ლამაზი ქალი გრეიპფრუტს უჭერდა ხელს. აი ასე აკეთებდა. ვინს? რასულელი ხარ? მოკლედ რომ ვთქვა, ძალიან აღიგზენი. დავინტერესდი, მაგის თქმა მინდოდა. გასაგებია, ამიტომ ხილის არჩევა ვაცადე და სალაროსთან დავუცადე. მან $20 მომცა. მე კი 30 დავუბრუნე. და მას შემდეგ პულს მძალავს. მაგრამ ნამდვილად ღირდა. რა თქმა უნდა, ასეა ძვირფასო. შენ ყველაზე ძვირფასი ხარ. ასეთი ცოლი ყველა კაცმა უნდა ინატროს. ჩემ გვერდით ჯოზე ლამაზი ქალი ვერც კი წარმომიდგენია. კარგით გეყოფათ. და რა არის თქვენი საიდუმლო? ისეთი არაფერი. უბრალოდ ლამაზი ქალის სიყვარული სათანადოდ უნდა დააფასო და არ უნდა დაივიწყო, რომ ძალიან გაგიმართლა. შენ რა სიტყვი, ჯო? რასაც გასცემ, იმას იღებ. ამიტომ ყველა ღონეს ვხმარობ, რომ სხვა არაფერი არ მოუნდეს. თქვენ ძალიან ლამაზი წყვილი ხართ. ერთმანეთისთვის ხართ გაჩენილი. სასიამოვნო მოსასმენია. გაგვიმარჯოს. გაგვიმარჯოს. ძალიან ბევრი ვჭამე. თქვენ? მარჯვნივ თუ მარცხნივ? რამე ხომ არ გინდა მთხოვო, ბატონო ბრედფორდ? შენს თავს შეხედე, როგორი ლამაზი ხარ. ვინ სიმართლე იყო? არ მჯერა, რომ შენთან ერთად ცხოვრობ. ყოველთვის როცა შენს სანახავად ვემზადები, გული მიფორიაქდება. მართლა? ახლაც როცა ერთად ცხოვრობთ, მოგწონს შენი ახალი სახლი. ყველგან ჩემი სახლია, სადაც შენს ხელში ვარდები. უბრალოდ მინდა, რომ სამუდამოდ ასეთი გრძნობით ვიყო. ფილმს წარმოგიდგენთ აჭარაბეთქომი.
დილამშვიდობისა, ბატონო მარინო. გამარჯობა. რა ლამაზი ყვავილებია. ჯადოქარი ყოფილხართ. რა მშვენიერია. მადლობა. დიდი მადლობა ძვირფასო. შეგიძლიათ მეც მასწავლოთ როგორ გავაშენო ბაღი. რა თქმა უნდა, რა პრობლემაა? პირველ რიგში თავისუფალი დრო გჭირდება და შემდეგ უბრალოდ უნდა გაინტერესებდეს ეს. ისე როგორც ხელოვნება გაინტერესებს. კი, მაგრამ ჯერჯერობით კარგი არაფერი დამიხატავს. სხვათა შორის ჯომ მითხრა რომ ძაღლი მოგიკვდათ. კარგი გოგო იყო. კარგად იცხოვრა. არ მინდოდა დამეტანჯა. უბრალოდ დაბერდა. ჩემსავით. კარგი რა. თქვენ ყველა ჩვენგანზე გვიან მოკვდებით. უბრალოდ თავს აჩენთ, ვითომ მოხუცი ხართ. კარგად. გამარჯობა, როგორ ხარ? აბა გამოიცანი? მეგონა მეგირეკავდი, მაგრამ განაგრძე. უბრალოდ კი არ ჩავაბარე, არამედ საუკეთესო 10%-ში მოხდი. გონი მაგრად გავერკვიე ამ საქმეში. ძალიან ცუდია, რომ სწავლის დამთავრება გიწევს. ხო, შერაშვები. მაინტერესებდა რამეს ხომ არ წამოიღებდი. ვახშამზე მსუბუქად ვჭამოთ. ჯანდაბა. რა თქვი? შენ არ გეუბნებოდი. უკან მანქანა მომადგა. შეძლებ? რას შევძლებ? გაიგიდე. სახლში გნახავ, კარგი? კარგი. ჯანდაბა, რა უბედურებაა? კარგი. ღმერთო ჩემო. გამარჯობა საყვარელო. გამარჯობა. მომეცი. მადლობა. ყოველთვის ასეთი ჯენტლმენი ხარ. შენი მშობლები რაღაც მომენტში სწორედ იქცეოდნენ, მაგრამ ძალიან იშვიათად. შაուն, ჩემს ლეპტოპს უცნაური რაღაცები დაემართა. უცნაურ ხმებს გამოსცემდა და უეცრად საზიზღარი ღრიალის ხმა გამოსცა. საშინლად შემეშინდა. ამ ბოლო დროს ძალიან დასუსტებული ჩანხარ. ისევ კარგად გრძნობ თავს გოგოსთან მარტო ცხოვრება რომ გადაწყვეტე. კი, გააჩუმე შენი ბრძენი ტრაკი. ჩემი ბრძენი ტრაკი ერთ-ერთი მიზეზია იმისა, თუ რატომ გიყვარვარ. ხედავ რას გულისხმობ. ნამდვილად უნდა დაგავაშკაცო. მართლა? ხო, გაეთრი აქედან. და იმეცადინე.
ლილი. არ მესმის. ჯო. გამარჯობა. გაგიმარჯოს, რა ხდება? მამა ცუდადაა. ვიღაცამ საშინლად ცემა. საშინლად. სერიოზულად? რა სიგიჟეა? სახე დაულეწეს. მთელი ტანი დალურჯებული და სისხლიანი აქვს. რა ხდება? ის ხომ ერთი მოხუცი კაცია. ჯო, რატომ ტირე? გუშინ ბატონი მარინო გაძარცვეს და მაგრაცემეს. რამდენიმე დღით საავადმყოფოში დატოვებენ. ჯო, რით შეგვიძლია დაგეხმაროთ? უბრალოდ ფრთხილად იყავით, კარგი? ხო, რა თქმა უნდა. როგორი ცხოველი უნდა იყო, რომ მოხუცი კაცი ცემოდა თან არაფერი მოპარო. ჟრუანტელი მივლის რა. ზაკ, ამ უბანში სწორედ იმიტომ გადმოვედით, რომ მყუდრო ოჯახური გარემოა. ასე ხომ ქალაქშიც ვიცხოვრებდით. გონი ჯობს ფრთხილად იყო და ღამით არის ეირნო, კარგი? საერთოდ ნუ გახვალ სახლიდან. შეშინებული ვერ ვიცხოვრებ, ასე ვერ გავერთობი. ხო, შაուն, ვიცი, მაგრამ ეს უკვე ერთხელ მოხდა და შეიძლება კიდევ განმეორდეს. ამ სურათში თქვენ სამნი ძალიან კარგად გამოიყურებით. მაგრამ შენ მოწყენილი ჩანხარ. ხო. მე მაინც მომწონს. ასე უკეთესია. შემოდით. გამარჯობა, მამაშენის ნახვა გვინდოდა. ეს წყევლა. ვინს ჩვენ სახლს წყევლა დაატყდა თავს. აქედან უნდა წავიდეთ, თორემ მოვკვდებით. საკმარისია. წავიდეთ, თორემ მოვკვდებით. გეყოფა. გთხოვ, გაჩერდი. მომყევით.
ნახე ვინ გესტუმრა მამა. მისტერ მარინო. ყველაფერი კარგად იქნება. რაც არ უნდა ყოფილიყო, ყველაფერი გამოსწორდება. ვინსენტი და ჯო იზრუნებენ შენზე. მისტერ მარინო. ხომ გითხარით აქ არა მოსულიყავით? დამშვიდი მამა. დამშვიდი. თქვენ ვერ ხვდებით. მე ძალიან შეშინებული ვარ. რას აკეთებ ჯო? ნუ მაშინებ. თავი ხელში აიყვანე. როცა პატარა ვიყავი, მოხუცი კაცები ყვებოდნენ ამბავს მეთევზეზე, რომელიც ჯვაროსნულ ლაშქრობაში ჩაერთო. მან თავის სოლს უთხრა, რომ არ შეშინებოდა და დაპირდა იერუსალიმიდან ძვირფასი ჯვრით დავბრუნდებიო. მაგრამ როცა დაბრუნდა, გაიგო, რომ მის ცოლს წლების განმავლობაში აუპატიურებდნენ, ურტყამდნენ და ასახიჩრებდნენ. და როდესაც მისი დაბრუნების იმედი ამოეწურა, ქალმა თავი მოიკლა. ამბობენ წუხილმა და სიბრაზემ კაცი დემონად აქციაო. ურჩხულად. ასობით წლის განმავლობაში ქალაქ გარეთ ქალები და ბავშვები უჩინარდებოდნენ. ყველაფერი მეთევზის ბრალი იყო. ეს უბრალოდ ზღაპარია ჯო. მითია, რომელსაც მოხუცი სოფლელი ბაბუები ბავშვების შესაშინებლად ყვებოდნენ. ეგ ამბავი მამა ჩემთან არაფერს კავშირშია და ჩვენ არაფერ შუაში ვართ. ფოროტება ყველგანაა. ის გვეპარება. და ციხე-სიმაგრის ასაშენებლად თავის შანსს ელოდება. ის ყველა ჩვენგანშია. ის ყველგანაა და თუ აქ დავრჩებით, მოგკლავს. სწორად მოდიხარ. გააგრძელე სიარული. ის გელოდება. საძახვედი. არ ვიცი, მგონი ტრანში იყო თუ რაღაც ასეთი სჭირდა. საკუთარ სამყაროში იყო გამოკეტილი. ადამიანისგან მსგავსი რეაქცია პირველად ვნახე. მიყვარს ბატონი მარინო, მაგრამ თავის თავს არ გავდა. არც კი ვიცი რა ვიფიქრო. ზაკ. მაპატიე, ბოდიში. არაფერია. არა, რაღაც ხდება და მინდა რომ მითხრა. გთხოვ, მინდა რომ ვიცოდე. გთხოვ, უბრალოდ მინდა ვიცოდე. როდესაც პატარა ვიყავი,
სიზმარში ჩემი თავის საშიშ ვერსიას ხედავდი. და მეშინოდა. ისევ დამეწყო მსგავსი სიზმრები. მაგრამ ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა. ახლა ის იზრდება, ძლიერდება. თითქოს ახლა ჩემი სულის მოპარვას ცდილობს. ხო. თუ აქ დარჩება მაშინ მე გავუჩინარდები. ძალიან სიგიჟეა არა? არა. შენ არ ხარ გიჟი. კარგი? დაგპირდები, ყველაფერი გამოსწორდება. იცოდე, მე ყოველთვის შენთან ვიქნები. გემრიელი კვერცხია. ხო. გამარჯობა ძვირფასო. გამარჯობა. ხმერთო ეს შეუძლებელია. ზაკ, კარგად ხარ? კი. ზაკ, კარგად ვარ. სახეს ვიბან. ახლავე გამოვალ. და როდის აქეთ კედავ გარს? ყველაფერი რიგზეა. კარგი? ყველაფერი კარგადაა. ალბათ ამ კოპებსაც არ აუშავს, არა? ყველაფერი რიგზეა? შემთხვევით მომივიდა, კარგი? მანქანის კარსა და ჩარჩოს შორის მომყვა თავი. მეტი არაფერი. მანქანიდან გადმოსვლის დროს თავზე კარე მიირტყე? ხო, შაուն. ასე ვქენი. გაჩერდი. ძალიან მტკივა. კარგი? ამის დედაც.
ჯოჯოხეთში დალპები დემონო. მე ჩემი ნებით ვკვდები. როგორ მოგივიდა? მე და შაუნი ვლაპარაკობდით. და დამაინტერესა რამდენი წლის ვიყავი, როცა კოშმარები შეწყდა. ხომ არ გახსოვს? რამდენიმე წლის განმავლობაში ხედავდი. და დაახლოებით 11-12 წლის იყავი, როცა შეწყდა. მაგრამ ეს ამბავი მაინც ახდენდა შენზე გავლენას. დროთა განმავლობაში ყველაფერი დაივიწყე. რატომ გაგიჩნდა ეგ კითხვა? გთხოვ, სიმართლე მითხარი. ამას წინათ რაღაც მომელანდა. მანქანაში ჩამეძინა და ის შეგრძნება და მეუფლა, რაც ბავშვობაში მეუფლებოდა. ამ სისულელეებით თავს ნოიღლი. კარგი, ეგ შენი ცხოვრების ძალიან რთული ეპიზოდი იყო. და თუ ვინმესთან საუბარი მოგინდება, არ მოგერიდოს. დამპირდი. გამარჯობა. საყვარელო. ეს ლაილა კროსია, ჩვენი უბნელია. ლაილა, ეს ჩემი შეყვარებულია, ზაკი. სასიამოვნოა შენი გაცნობა, ლაილა. გამარჯობა. შეიძლება აკადემიისთვის პროექტის გაკეთებაში დამეხმაროს. ხომ ასეა, ლაილა? ხო, შეიძლება დაგეხმარო. ახლა წავალ. გამიხარდა რომ მოხვედი და მალე შევხვდებით, კარგი? როგორი შარმიანია. ბავშვია, რომელსაც ხალხთან შეგუება უჭერს. ვერ წარმომიდგენია რატომ. ეგ ყველასთვის მარტივი არ არის, ზაკ. ზოგჯერ პატარა სიკეთის გამოვლენამ შეიძლება სხვას მთელი ცხოვრება შეუცვალოს. მე შაուն ასეთი რა ვთქვი, მაპატიე ღმერთო ჩემო. $96 წელს საასო წარკვეთილი ვიყავი. არ ვიცოდი მოლი და ბიჭები რითი გამომეკვება. უეცრად მამაშენმა ხორცით და სურსათით გატენილი მანქანა მოაყენა. მომდენო თვეშიც დაგვიბრუნდა და იგივე გააკეთა. არ ვიცი როგორ შეიძლება ამ ხელავალი დააბრუნო. ხვდები. აიდან ეს არალოგიკურია. ის საამაყო კაცი იყო. ძალიან კეთილშობილი და ღირსეული. ყველაზე ნაკლებად მისგან მოველოდი ასეთ საქციელს. უკაცრავად. ვიზიარებ ვინს. ძალიან მწუხვარ. არ ვიცი რა გითხრა. რა უნდა მითხრა? ყველაზე შემაძრწუნებელი რამ მოხდა. მისმინეთ, შეგიძლიათ ჩამოინახულოთ. მას უყვარხართ და თქვენი ნახვა ძალიან ესიამონება. თან ამ ბოლო დროს ცუდად გრძნობს თავს. კარგი, როგორ შენიტყვი? კარგი, აქ ვართ. მადლობა, ვაფასებ. ჯო, კარგად ხარ ძვირფასო? ჯო. ცოტა ხნით მოგიჩდები. მე გადავებით არა? მართლა ჯაჭვით ჩამოიხჩო თავი? ასე ვინ იქცევა? მოგედეთ იმი. ოთახში იყო ჩაკეტილი, იქ ფსამდა და იქ ჩვამდა არა? საკმარისია. ჩვენი მოჯახთან მეგობრობთ და ეს ტრაგიკული შემთხვევაა. ხო, გარდა ამისა, ბატონი მარინო უკვე დაბერებული იყო და ბუნებრივი სიკვდილით რომ მომკვდარიყო, შეიძლება უბრალოდ გვწყენოდა. მაგრამ თვითმკვლელობა მეტისმეტია. აშკარად რაღაც აწუხებდა.
ალბათ ცემის მერე ტრამვა მიიღო. არ მჯერა. ის ძლიერი კაცი იყო და დარწმუნებული ვარ უამრავ არახელსაყრელ ვითარებაში ჩავარდნილა. ის რაღაცამ შეაწუხა. კარგი. მე გადავებით ხო? მეგობრებო, მე გადავებით ხო? კარგით რა, ტვინს ნუ მიტყნავთ. აქ მოვედი რომ ლუდი დავლიო და თქვენთან ერთად ვიღადაო. ამიტომ დამშვიდით რა. კარგით? სოციალს მთლიანად ვშორდები. მართლა? ხო. ის ბავშვები მნახულობენ, რომლებსაც მეორე, მესამე კლასიდან ვიცნობ და ტვინს მიბურღავენ. მიგვირს რომ ვინმე გეძებს, რადგან მეორე, მესამე კლასში ხალხს ეზიზღებოდი. წადი შენი. შეშლილი მაინც არ ყოფილვარ. ჯანდაბა. ბოდიში. არ იყო სასაცილო. და რას ფიქრობდნენ ჩემზე ბავშვობაში? ბავშვებს ხომ იცი, მაშინ არ მოსწონ ხარ, როცა განსხვავებული ხარ. ხვდები? შენ ცდებოდი. დიდი ხნის განმავლობაში ცდებოდი და ყველა მიცოდა ამის შესახებ. ზოგჯერ უბრალოდ ითიშებოდი ან უეცრად გიჟურ რაღაცებს ამბობდი. მართლა? ხო. სკოლაში დედა შენს უთხრეს, რომ ვერ გიმკლავდებოდნენ. ამიტომ დედა შენმა რამდენიმე თვით დაგასვენა. არავინ იცოდა სად იყავი. მაგრამ როცა დაბრუნდი, სხვანაირი იყავი. უფრო მაგარი ტიპი. ხვდები? და ამაზე რატომ არასდროს გვილაპარაკია? წლებია ერთმანეთს ვიცნობთ და ამ თემაზე პირველად ვლაპარაკობთ. ზაკ, შენ ძალიან კარგი ცხოვრება გაქვს. ღვთაებასთან ერთად ცხოვრობ. ყოველთვის როცა თქვენთან ერთად ვარ, იმაზე ვფიქრობ, თუ რისი გაკეთების საშუალებას გაძლევს. მართლა? ხო? მაგაზე ფიქრობ ხოლმე? კარგი, ჯანდაბა. სირო. უბრალოდ გეუბნები. იურიდიული სკოლა დღისით, სიყვარულის ბუდე ღამით. ერთ ყვერს მოვიჭიდი მასთან ერთი გაქანავების საშუალებას რომ მაძლევდნენ. მხოლოდ ერთ ყვერს, პატარას. შენ კარგად ცხოვრობ, ძმაო. სერიოზულად გეუბნები. და ცუდი წარსულით ნუღა მოიშხამავ თავს, კარგი? მადლობა, ძმაო. ფილმს წარმოგიდგენთ აჯარაბეთქომი. გაჩერდი. არა. შაუნ. ჯო, მოდი აქ. მოდი ჩემთან. ჯო, რა გჭირს? კარგად ხარ? აქედან უნდა წახვიდეთ. აქ ვერ დარჩებით. რაზე ლაპარაკობ? ამ სახლში უსართხოდ ვერ იქნებით. უნდა წახვიდეთ. ჯო, რას ამბობ? არა, შენ ვერ ხვდები. თქვენ საფრთხე გემუქრებათ და უნდა წახვიდეთ. გამარჯობა, ჯო. როგორ ხარ? ვინსი როგორაა? კარგადაა. ახლა მელოდება. უნდა წავიდე. რა სჭირს? ეს ყველაფერი ძალიან მეუცნაურება და შაუნეს. უნდა წავიდე. ბავშვებთან ვერ დავაგვიანებ.
არა, შენ მე არ ხარ. თქვენ დაუკავშირდით სინდი ბრედფორდს. ბოდიში ახლა სახლში არ ვარ, დატოვეთ შეტყობინება და დაგიკავშირდებით. მადლობა. დედა გთხოვს სასწრაფოდ დამირეკე. ყველაფერი მახსენდება. ყველაფერი. ისევ თავიდან მეწყება კოშმარები. გთხოვ, როცა ჩემს შეტყობინებას ნახავ, მაშინვე დამირეკე. მაშინვე. რა შვები ძმაო? ტიმი, გესმის ჩემი? ხო, რატომ გიგვის? ძალიან გამიხარდება ჩემთან თუ მოხვალ. ახლავე. კარგად ხარ ზაკ? მალე მოდი გთხოვ. კარგი. დედა შენს ვეთანხმები. ახლავე უნდა ელაპარაკო ვინმეს. შემიძლია ექიმთან მიგიყვანო. რა ერქვა იმ ფსიქოლოგს ბავშვობაში რომ ნახულობდი? გახსოვს? დოქტორი სომერსი. მაგრამ არ ამგონია მასთან მისვლა კარგი იდეა იყოს. მგონი ჯობს ვიპონოთ ეგ სომერსი. მე ტახტზე წამოვგორდები. დილით გავიღვიძებ და ერთად წავიდეთ. რომელ საათზე ბრუნდება შაუნი? დღეს გვიან ბრუნდება. კარგი. არ უთხრა რომ აქ ვარ. შეიძლება გამიმართლოს და შიშველი ვნახო. მთელი წელი ბედნიერი ვივლი. არა. ღმერთო, არა. განაგრძე სიარული ბიჭუნი. სწორად მიდიხარ. არ გაუშვათ. არ დაბრუნდე. მე ყოველთვის გელოდები. მე შენ გაგიტაცებ. გამარჯობა. ტუალეტის სარკეს რა დაემართა? ჩავტეხე. კარგი. შაուն. გისმენ. ოდეს მე მიმატოვებ? არა. არასდროს.
დილით ტიმი არ გინახავს? ტიმი? რას გულისხმობ? გუშინ ჩვენთან დარჩა. რაღაცაში უნდა დამხმარებოდა. არ მინახავს. სახლში არ ჩანს. დარწმუნებული ხარ? მისი შემჩნევა მარტივია. დარწმუნებული ვარ, სახლში არაა. უცნაურია. მიკვირს რომ ამდენი წლის შემდეგ ჩემთან მოსვლა გადაწყვიტე ზაკ. გთხოვ, დაჯექი. აბა? მითხარი რა გაწუხებს? კარგად არ მახსოვს როგორ განვიგურნე ბავშვობაში. ეგ დრო შავი ხვრელივით არის. უბრალოდ მაინტერესებს რა მჭირს. მეხსიერების აღდგენა დელიკატური საკითხია. ხშირ შემთხვევაში წარსულის გახსენება არ სურთ ხოლმე. გთხოვთ ექიმო. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა ვიცოდე რა მჭირს. კარგი, გეტყვი. იდენტურობის სოციალური აშლილობა. ფაქტიურად ჭკუიდან შეშლას ნიშნავს. ამან შეიძლება შიზოფრენია, ჰალუცინაციები, სექსუალური გადახრები და 1000 რამ გამოიწვიოს. მაგრამ შენს შემთხვევაში მცირე დეპერსონალიზაციის აშლილობა გამოიწვია. ეგ რა არის? ჩაის დალევ? კი, დავლევ. გვირილის ჩაი მაქვს. კარგი, დავლევ. ხშირ შემთხვევაში პაციენტი საკუთარი სხეულიდან დაშორებას გრძნობს. მისი გრძნობები, ემოციები და ყოფაქცევა მისი აღარაა და შესაბამისად სხვას ეკუთვნის. თითქოს კინოს უყურებდე, სადაც შენ თამაშობ. გამოყოფილი. თითქოს რეალურ სამყაროს მოშორებული ხარ. ყველაზე ხშირად მათ ემართებათ, ვისაც ტრამვა აქვს აკიდებული. მაგრამ შენს შემთხვევაში სხვა საქმეა. ყველაფერი კოშმარებით დაიწყო. ღამე გეღვიძებოდა. აგრესიული ხდებოდი. ძალადობაზე გადადიოდი. და შემდეგ ეს ყველაფერი გიბრობდა. და მერე რა მოხდა? გიმკურნალეთ? ჰიპნოზის საშუალებით. მაგრამ მხოლოდ ელექტროკრუნჩხვითმა თერაპიამ გაგიქრო ისტერია. შენ ციხიხავი. დროთა განმავლობაში კოშმარების რაოდენობა მიკლო და მეორე მესაც ვეღარ ხედავდი. ბავშვობა დაგიბრუნდა. დედა შენმა მითხრა, რომ იურიდიულზე სწავლობ და შეყვარებული ყავს. აშკარად წარმატებულნი ვიყავით. დღემდე ელაპარაკები დედაჩემს. მიყვარს, როცა ჩემი პაციენტების გამოჯანმრთელების პროცესს მივყვები. 12 წლის განმავლობაში, ხშირ შემთხვევაში არა, მაგრამ შენ სტანდარტული შემთხვევა არ ხარ. შეგიძლია დიდებული ცხოვრება გქონდეს, ზაკ. თუ ამ გზას აირჩევ. მენდე. გენდო? შენ გენდო? იცი რას გეტყვი? შენი დედაც მოვტყან, დოქტორ ოსომერ. სირი. როგორ არის მამა შენი? კარგადაა, მართლა? ერთმანეთს კარგად ეგუებით? კი. რა თქმა უნდა. ნება მომეცი გკითხო. როცა შენს თავს უყურებდი, იქ სხვა ვინმეც იყო? ვიღაც სხვა? კი. და რას ამბობს მამა შენი, როცა ეს ამბები ხდება? ბრაზდება თუ სევდა იფრობს? ეშინია. ბრაზდება.
და არის ის რა უნდა გააკეთოს. და შენ ცუდ ხასიათზე დგები? არა, არ დგები. კარგი. Zag? გოდიში. ერთი წამით დაგტოვებ მარკოს. სად იყავი? რამდენი ხანია შენთან დაკავშირებას ვცდილობ? რატომ არ მითხარი რომ დღემდე გაქვს დოქტორ სომერსთან კავშირი? მაპატიე. მითხრა შემატყობინე თუ ძველი პრობლემები თავს იჩენსო. ხომ გესმის? ძალიან მაგარია. კიდევ რამდენ სიურპრიზს მომიწყობთ, სანამ ბოლოს და ბოლოს მეტყვით თუ რამ ჭირს. შენთან ბრძოლას არავინ ცდილობს, ზაკ. ჩვენ გვინდა რომ დაგეხმაროთ. მითხარი რა გითხრა დოქტორმა? ფეხებზე მკიდი არ ამითხრა. გასაგებია, ბავშვობაში არ მომწონდა და ახლა უფრო არ მომწონს. ის ძალიან დაგვეხმარა. თან ყველაზე პრობლემატურ პერიოდში ჯობია რასაც იტყვის დაუჯერო. დედა ახლა უნდა წავიდე. მობილური არ გათიშო. რას აკეთებ? გაჩერდი. რა ჯანდაბას აკეთებ? ხელი გამიშვი. არა, არ გაგიშვებ. ხო, ნუ მტკენ. რა ხდება აქ? სახლის გარშემო დადიოდა და მაინტერესებდა რის გაკეთებას ცდილობდა. ხელი გაუშვი, ზაკ. ის არაფრის გაკეთებას არ ცდილობდა. მე მელოდებოდა. რა შეშინებული ხარ? წვეულებაზე მიდის და ქუდი უნდა ვათხოვო. გასაგებია? მე მეგონა დამშვიდი საყვარელო, ნუ გაბრაზდები.
ძალიან კარგი ნახატია, ანდრე. გონი უკეთესი იქნება თუ ამას აქ დავტოვებთ. კარგი, მის ედმონ. მომეცი, მე წავიღებ. არ გაიხადო. გეცვას. შარვალი გაიხადე. რა დაგემართა დღეს? ჩუმად. პანჯარასთან დადექი. არ გაინძრე. რა დაგემართა? არ ვიცი. შენს თავს არ გავდი. რა გემართება? ზუსტად არ ვიცი. შენამდე არავინ არ მყოლია. იცოდი? შენ ჩემი პირველი სიყვარული ხარ, ზაკ. კაცი, რომელსაც დიდი ხანი ვეძებდი და ვიპოვე. მე შენ გიპოვე. ხო. მიპოვნე. თავიდან მარტო ვიყავი და უეცრად შენ გამოჩნდი. არ ვიცი რა არის რეალური და რა არის სიზმარი. არ ვიცი რა დარჩება და რა შეიძლება წამართვან. ხომ გითხარი, რომ მე არასდროს არ მიგატოვებ? რატომ არ მიმატოვებ? შენს თავს შეხედე. როგორ შეიძლება რომ ჩემამდე არავინ ყოლოდა? უკვე ხომ გითხარი. სხვისი შეყვარება არ მსურდა. ძალიან მეშინოდა რომ რაღაც საშინელება მოხდებოდა, რადგან ყოველთვის ასე ხდება. შენ უსაფრთხოდ მაგრძნობინებ თავს. შენ მაჩვენებ რომ მაქვს სიყვარულის უფლება, მაგრამ ასეა, ზაკ. ჩემ სიყვარულს საფრთხე ხომ არ ემუქრება. ზუსტად მაგაზე ვღელავ. და მე შენ მეწოდები.
რადგან უბრალოდ არ უნდა წუხდე. გამორიცხულია შანსი არ არის ზაკი იმ რაღაც ფსიქიატრიულ კლინიკაში გამოვკეთოთ და რაც გინდათ ის გავუკეთოთ. დანიელ, უბრალოდ მოусმინე. დაივიწყე, ბატონო ბრედფორდ. ბავშვი ისეთ ადგილას უნდა იყოს, სადაც მას სათანადო დიაგნოზი დაუსვამთ. სხვა შემთხვევაში წარმატებას ვერ მივახცევთ. გთხოვ, დანიელ. ძალიან მეშინია ძვირფასო. და რა იცი რომ სწორი დიაგნოზი დაუსვა? თუ ასეთი არაფერი გინახავს, მაშინ საიდან იცი რა სჭირდება და რა არა? რადგან ამას სხვა ახსნა რომ გქონდეს ჩვენთვის ძალიან რთული გასაგები იქნება. მე ამაში მონაწილეობას ვერ მივიღებ. რაც გინდათ ის გააკეთეთ. არ გამიზიარებ? დღეს ზაკ ბრედფორდმა მომაკითხა. მართლა? და რა უნდოდა? რაც ყველა ჩემს პაციენტს უნდა. ჩემი დახმარება. მეგონა უკვე განკურნე. არა. არ განმიკურნავს. უბრალოდ თავს ვიტყუებდი. იმ დროს მე დაკარგული ვიყავი. მისმა მდგომარეობამ უამრავი კითხვა გამიჩინა. და რისიც მანამდე მჯეროდა, ყველაფერი ეჭვქვეშ დავაყენე. მისი შეჩერება მსურდა, ამიტომ მეხსიერება წაუშალე. როგორც სარცით დაწერილი შეიძლება, დაფიდან წაშალო. ძვირფასო, ეს არასდროს მithოვია, მაგრამ მინდა რომ ეგ ტიპი სხვა ექიმს გადააბარო. 10 წლის ასაკში მან საშინლად შეგაშინა და ვინ იცის რას იზამს ახლა. ახლა როცა უკვე ზრდასრული პიროვნებაა. კარგი, ნეგატივით თქმირდები. ჯობია არ გადახო. კარგია. ბილით რომ გაიღვიძებ? ხასიათის გამოსასწორებელ სიურპრიზს გაგიკეთებ. დამამშვიდებელს მისცემენ და ვერაფერს იგრძნობს. უბრალოდ წარსულის რაღაც მონაკვეთი დაავიწყდება. ეს ბავშვი გაჩენის დღიდან დღემდე მიყვარს. მისმინე, დამბერდი რომ კარგად იქნება. დაიფიცე რომ სწორად ვიქცევი. ის გამოკეთდება და შენ სწორად იქცევი. გასაგებია? რატომ მოიქეცი ასე? ვიცოდი. თავიდანვე ვიცოდი. ჩვენ ვერაფერს ვიზამთ. ნუ გეშინია. თვალები დახუჭე. ჩვენ სამუდამოდ ერთად ვიქნებით.
ზაკ, უნდა გამომყვე. ბოდიში, ძალიან მწუხარ. ბოდიში. არა, გთხოვ. მიშველეთ. არა, გთხოვ. მიშველეთ. გთხოვთ, მიშველეთ. დამეხმარეთ. არა. ნუ გეშინია. ეს უბრალოდ სიზმარია. არა. მაპატიე, გთხოვ, არა. არ მჯერა რომ ეს გემართება. როგორც იქნა? ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდა, ზაკ. ძალიან დიდი ხნის წინ. გახსოვს? მე განუკურნებელი დეპრესია მქონდა. ჩემი გონება ხილვებით იყო სავსე. შრუანტელის მომცველი ხმები მიკლავდა გულს და ძალიან ბოროტად ცდილობდნენ ჩემ შეცდენას. საბოლოოდ არა. შენ ჩემს გადარჩენას შეეწირე, ზაკ. შენი დამსახურებით მე არ გამიმწარდა ცხოვრება. ამიტომ მთელი გულით დაგიტირე და შენ ზებნაში უამრავი 10 წლეული ეულად გავატარე. და კიდევ განვაგრძობდი შენს ზებნას. რომ არ მეპოვე საბოლოოდ. ყოველთვის შენთან ერთად ვიყავი. იმედი მქონდა და გელოდებოდი. გზის გაკვლევაში გეხმარებოდი. მინდოდა სრულყოფილი ყოფილიყავი. მაგრამ შენ არ იყავი საკმარისად ძლიერი. გთხოვ, არ მიმატოვო. იბრძოლე, ზაკ. იბრძოლე. დაგელოდები, ზაკ. შენ დღემდე ბავშვის სხეულში იყავი დატყვევებული. მაგრამ ახლა ზრდასრული ხარ. ახლა ბიჭი კაცად იქცა. რა გამიკეთე? ჩემს სიყვარულს საზღვარი არ აქვს. მე ყველაფერს გასწავლი. შენ ისეთ ზალას დაეუფლები, რომელსაც მხოლოდ რამდენიმე თოფლობს. სიცოცხლის და სიკვდილის ზალას. არსებობენ პიროვნებები, რომლებიც ღმერთებად აღგიქვავენ და გეთაყვანებიან. ისინი მუხლებთან დაგიჩოქებენ.
როგორც იქნა ჩემი ხარ და არასდროს მიგატოვებ. მე შენ სამუდამოდ მეყარები. როცა ბავშვი ხარ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ცუდ სიზმრებს ხედავ, რთულია რეალობა წარმოსახვისგან გაარჩიო. 3 თვის შემდეგ. მაგრამ როცა ვიზრდებით, ჩვენ გვასწავლიან, რომ სხვადასხვა ყუთებში ჩავსხდეთ და გავარკვიოთ რა არის რეალური და რა არა. მაგრამ იქნებ უდანაშაულო ბავშვი. თავის და უნებურად უფრო ღიაა სხვა განზომილებებთან და კოსმოსს უფრო მარტივად უკავშირდება. ჩემი აზრით, ჩვენ როგორც მოდგმა, ქვეცნობიერების გაზრდას და ღმერთთან ახლოს მისვლას ვცდილობთ. მაგრამ აშკარად, ყოველ მოსახვევში ავიძალა მოქმედებს. და უფრო ღვთაებრივ ქმნილებებად ქცევის საშუალებას არ გვაძლევს. ფილმს ახმოვანებდნენ მსახიობები ნია ცინდელიანი და ვატო წულუკიძე. ხმის რეჟისორი ალექსანდრე ახალაძე. ფილმი გახმოვანებულია აჭარა ნეტკომის მიერ. Turn your heart to stone, and the fire in your soul won't leave you alone. I will know the devil inside you, I'll be beside you. Never feel the darkness burn. You live in a nightmare, I will be right there. Together we'll find a place to hide. And I will know the devil inside you. When the lines you've crossed and the chains you've tossed hang around your neck like an albatross. When the rage won't wane and the stakes you've claimed have pierced your heart and ripped your vein. After all the pain you've left you no more tears to shed. I will bring you back from the dead. And I will love the devil inside you, I'll be beside you. There on the edge of a lonely abyss. When you're living in despair, I will be right there to give you one last eternal kiss. And I will love the devil inside. Full of impure thoughts, I sin alone. Everybody but you gone, we sit alone. Time tick, 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 sing along. When every corner you turn dark, time to go home. When the monster's in your head, leave you shaking in your bed. When you wake up screaming, I won't be afraid. I will love the devil inside you, I'll be beside you. Whenever you feel the
Baby, I'm gone, coming along. It's either me and you for eternity or we don't. And I'm lost without you. I just gotta know.